2023 წლის 10 ივლისს ინდოეთში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. მდინარეში წყლის დონემ კრიტიკულ მაჩვენებელს მიაღწია, რის შემდეგაც მდინარის დინებამ ქალაქის უდიდესი ნაწილი მიწასთან გაასწორა. წელს ტაილანდში ფუკეტის კუნძულზე მომხდარმა შტორმმა ტურისტებისთვის საზღვაო გასეირნება ნამდვილ კოშმარად აქცია. ეს ვიდეო გვიჩვენებს, რომ ასეთი გასეირნებები ძლიერი ქარისა და შტორმის დროს დიდ საფრთხეს შეიცავს. მტკიცებულება იმისა, რომ ნისლი შესაძლოა საკმაოდ გამანადგურებელიც კი აღმოჩნდეს. ახალი ორლეანის მეტეოროლოგიური ცენტრის მონაცემების მიხედვით, ამ დღეს ზოგიერთ რაიონში ხილვადობა იმდენად ცუდი იყო, რომ ადამიანებს წინარსებული ობიექტების დანახვა მხოლოდ 9 კილომეტრზე შეეძლოთ. გასაკვირი არაა, რომ ასეთი უამინდობის გამო 6 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. საბედნიეროდ ყველაფერი ცხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი ვარსოფია. ძლიერი შენობებიც კი ამ ბუნებრივი მოვლენისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ასეთ დროს ყველაზე საუკეთესო გამოსავალი სტიქიისგან რაც შეიძლება შორს წასვლა. როგორც წესი, მიწისძვრა რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება, მაგრამ დროის სიმცირის მიუხედავად, მას საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. Watch out, someone's coming in hot. ეს 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიაში 2021 წლის 13 თებერვალს დააფიქსირეს. გასაოცარია, როგორ იშლება რამდენიმე წამში იმ მთის ფერდობი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უძრავად იდგა. ეს შემთხვევა 2024 წლის 13 ივლისს ინდოეთში კიშტვარის რაიონში დაფიქსირდა. მოგვიანებით ხელისუფლებას გზის გასაწმენდად დიდი რაოდენობის ტექნიკის გამოყენება დასჭირდა. საბედნიეროდ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველებმა დააფიქსირეს ტორნადო, რომელიც დოჯ-სიტის მიმდებარედ კანზასის შტატში მოულოდნელად წარმოიქმნა. ამ გიგანტური ზომის ტორნადოს ყველაფრის განადგურება შეუძლია, რაც კი გზად შეხვდება.
ძლიერი ტაიფუნის დროს ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე წყლებში ეს დიდი ზომის ხომალდი გადაბრუნება სასწაულებრივად გადაურჩა. წლის 16 სექტემბერს კოტ-დიუარში შემთხვევითმა გამვლელმა დიდი ზომის ტალღები დააფიქსირა. ამ ტალღებმა სანაპირო ზოლში გაჩერებული ავტომობილი ოკეანეში გაიტაცა. ეს კადრები რომელიმე ჰოლივუდურ ფილმს ნამდვილად დაამშვენებდა. მცირე ზომის ზვავმა სნოუბორდისტს ნამდვილად ცუდ დროს მიუსწრო. შეხედეთ, რამდენად სწრაფად მიემართება თოვლი ფერდობზე. ეს ზვავი იალბუზის ფერდობზე 2018 წლის 24 მარტს ჩამოწვა და რომ არა წინასწარ დამონტაჟებული წინაღობები, ეს სტიქია ნახევარ სოფელს გაანადგურებდა. ამ კადრებზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მოულოდნელი შეიძლება იყოს ბუნება. სანტა-კრუზიდან 10 კილომეტრით მოშორებულ ქალაქს მოულოდნელად თავს ძლიერი ტორნადო დაატყდა. მეტეოროლოგებს ტორნადოს შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ და შესაბამისად ქალაქის მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო. რთული წარმოსადგენი არაა, თუ რას გრძნობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ გამანადგურებელი ბუნებრივი მოვლენის დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ. ეს კადრები გვიჩვენებს, რომ კაცობრიობა უამრავი მიღწევის მიუხედავად ბუნების სამეფოსთვის მხოლოდ და მხოლოდ უმცირეს ნაწილაკს წარმოადგენს. წელს კომორის კუნძულებზე რამდენიმე ძლიერი შტორმი დაფიქსირდა. ერთ-ერთი მათგანი ჯობის ტროპიკული შტორმია. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ამ დროს ქარის სიჩქარე 75 კმ/სთ-ს აღწევდა. ინტენსიური წვიმების შედეგად საფრანგეთის ალპებში ძლიერი ვარცოფი წარმოიქმნა, რომელსაც ფერდობზე დიდი სისწრაფით ქვები, ტალახი და ხის ტოტები მოჰქონდა.
გამდნარი ყინულის შედეგად წარმოქმნილი ძლიერი წყლის ნაკადი მოულოდნელად ერთ-ერთ სოფელში შეიჭრა, რამაც მისი დატბორვა გამოიწვია. ეს კადრები გვიჩვენებს, რომ ბუნების ძალას ყველაფრის შეცვლა მხოლოდ რამდენიმე წამში შეუძლია. ხანდახან რამდენიმე დღეც კი არაა საკმარისი, რათა ქალაქი მცირედით მაინც მოემზადოს მოსალოდნელი სტიქიური უბედურებისთვის. ამიტომაც ამ წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას, რომელსაც ახლა თქვენს ეკრანებზე ხედავთ, გერმანული ქალაქის მაცხოვრებლები მრავალი დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ქაოტური ბუნებრივი მოვლენა ჭექაქუხილია. ამ დროს არასდროს ვიცით, თუ სად შეიძლება მეხი დაეცეს.